ნაბახუსევისადმი მიძღვნილი ნადიმია კიკეთში. საინტერესო კერძებია, რა თქმა უნდა, ნაბახუსევისთვის შერჩეული და ცოტა ხანში მზადება დაწყებულია, სტუმრები მოდიან და გავსინჯოთ ყველაფერს. ზუკაშონი ამზადებს. გემრიელი იქნება. ვის ესხებ ერთსალ მენიუს? ბადრიჯნის ფხალი ალუბლით, დანდურის ფხალი კოწახურით, პამიდრის სალათა ხანძილის კიმჩით, კიტრის სალათა სვანური მარილით, ყველი პური, კეთილი გული, ხაჭაპური, წიწილა, კუპატი. სერიოზული кейფი გველდება. კარტოფილი ნაკვერჩხალში და ჩვენი ტყემალი. ბოსტნეულის ჩაშუშული, ლობიო სოკოთი, ოსტრი, ღვინო ჭურისა. კი ვიცი რომ ჩვენთვის არ გცხელა, მაგრამ ორი სიტყვა მითხარ დღევანდელ მენიუზე. და შეგეშვები. დღევანდელი მენიუ ისა. ყველი პური ხაჭაპური წიწი. კეთილი გული. თელი მაგის მიხედვითაც. არა, რავი, ყველაფერი ძირითადი ნაწილი ცეცხლზე მზადდება, რაღაცები აი ცივები რაც აი ისინი გუშინ ცეცხლზე მომზადეთ. ცივების ცეცხლზე მომზადეთ. ხო, ის ბადრიჯანი და დანდურიც ცეცხლზე მომზადეთ და ისე გადავურიათ ყველაფერს, ანუ რაღაც ეგ ის ექნება რა. აი, 3 ქვაბი თუ 4 ქვაბი გიდგას ცეცხლზე, ხო? ერთი არის ოსტრი, ერთი არის სოკოდოლობიო, აქ ორივეში არის ბოსტნეულის ჩაშუშული და კიდე ახო და ორმაყალზე წიწილა, კუპატი და ნაკვერჩხალში კარტოფილები იქნება და ჩვენ გაკეთებული ქვედა კრეფილი ტყემალიანი, კიტრის სალათი ცალკე, პამიდრის სალათი ცალკე. ძალიან კაია, მადლობა მორჩა. გამოგამოვა. ძალიან შეგეშვები. აქეთ გუშინ ფესტივალი რო იყო, კიკეთი ფესტი, მაგას იმაზე cooking-ზე ნახავთ, რეჰანი cooking-ზე, ჩვენ აღარ გადავიღეთ ცალკე რეჰანისთვის. გქონდა მოწყობილი დახლი, სადაც ვყიდდით კერძებს, ავთოს გამზადებულ კერძებს, ძალიან გემრიელი იყო, ჩემი აზრით. მეღვინეებიც იყვნენ და მოკლედ დიდი ამბავი იყო და დღეს აქედან ესე ხოპ და იქით არის hangover feast. ანუ ნაბახუსევის ნადიმი. ცუდად არის ყველა. არავინ არ მეწერება. ვიქნებით. ცოტა ხანში კარგად ვიქნებითო. ელოდებიან საჭმელს. დალევა დავიწყეთ. აბა. გაგვიმარჯოს. ვინ არის კარგად? არავინ. გუშინდელი მე მგონი ძალიან კაია დღეს. ძალიან კარგად. ამედალი ხო, ეგ ხლა კამაზე კარგად არის. ანუ კარგად, მაგრამ ნაბახუსევები მაშინ ხო, ეგრე. არა, სიკარგე. ძიმესი კარგე ქვია ამას. კაი. ირინა, მზად არის ყველაფერი? არა, ჯერ. არა, კი, ყველაფერი მზად. ეხლა მზადდება, ცივები გვაქვს, ეხლა ცხელები იქნება, მაგრამ უკვე ძალიან ბედნიერები ვარ. გუშინდელი ფესტივალი ხო, cooking-ისთვის ჩავწერეთ და ძალიან კარგად ჩაიარა და თუ გინდა შენც მითხარი რამე ორი სიტყვა. კი, ძალიან კარგი იყო, რაღაც უამრავი ხალხი იყო და რაღაცა გვაკლია ეგეთი თიანობები, რომელიც რაღაცა მნიშვნელოვანია ყველასთვის, მაგისთვის ცხოვრობთ რეალურად. ჩემთვის ახალი გამოცდილება იყო თან ეს საჭმლის ემასთან, რა ქვია, დესკიკია, რა დაღთან დგომა და ძალიან კაი იყო. ძალიან. მე არ მიჭამია თქვენი, მაგრამ ამბობენ რომ საოცარი. რატო არ მოხვედი? ვერა, იმდენი საქმე მქონდა რომ ვერ. მაგრამ ძალიან კაია, ეგეთი ტიპის საჭმელები და ეგეთი ტიპის გამოცდილება და მეორე რომ ვთქვათ, იქ ფესტივალებზე ეგეთი ექსპერიენსი ძალიან კაია. ხო, მადლობა. როგორ ხართ, რამეს ხო არ მეტყვით ორ სიტყვას? აბა, ცუდად მყოფი ხალხი მჭირდება. სანგრიას მივირთ მე ამ ეტაპზე, მე ღვინოს ვაპირებ და მე სხვა რამე ჭაჭასავით. დამძიმების გეგმები აქვს. მადლობა. ლაშა, ამ კარგ ადამიანს რო ლინზა წართვი და მაგითი იღებ, ეგეც თქვათ, გოგლიკო. არ არის პრობლემა.
მოგესალმა. გამარჯობა. გამარჯობა. არ არის პრობლემა, აღარ გიბრუნებს და. ცოტა ხანი ვარ ხო? მადლობა. შემდეგ მედია თვითონაც შეიცავს. ხო, შემდეგ არა. შენი ბრალია ყველაფერი. ხვალ ვეყიდულობს და ვცემ ამას. ძვირიანი ჰობი გაქვთ ფოტოგრაფებს და ვიდეოგრაფებს? რაც ეგრეა. მადლობა. აი, ეხა შეგიძლია დადო. ჩემო ნაბახუსევო. ძალიან ახლოს მოვედი? მეგობარო. დაველოდოთ კერძებს. თამადადგა. ეს არის კიტრის სალათი სვანური მარილით. ნახე. ორივე ფლანგი შარშან სამწუხაროდ წვიმის გამო შეფერხება გქონდა და გადაიდო წლევანდელზე. წელს ეხა აქ ვარ ყველანი და დღევანდელ დღეს გაუმარჯოს. ფანტასტიკური საზოგადოება ვარ და გაგუმარჯოს. გაუმარჯოს. რაღაცა ხო, გემრიელად ყნაწუნებს ზევიდან რაც აქვს მოყრილი. ვაიმე. ოკეი. არ ვიცი რა. რა გემრიელია. კიტნაც აქვს და ბაზილიკით. მიხეთია. აია, ფრეშარი. ეხლა გადავალ მეორე კერძზე. მადლობა ნადა. დიდი. ეს რა იქნება? თანდურის ფხალი კოწახურით და ბადრიჯნის ფხალი ალუბლით. აი ალუბლები. თანდური გიყვარს ლეშა? თანდური. ერთად რა კაია. აი სიკნია. ჯერჯერობით. აუ ძალიან ერთად მაგარია. აუ ეს არის, ეს ყველი და პური არის ცალკე კერძი. მინი. ცალკე ადამიანი. ეხლა რა. ხელით მოგცა. კი რა. აი ეს არის ხალხო, მე მგონი სუნით თუ ის არის რაც არის. ხო? არა. ძალიან ის არ არის ნიგზიანი და არ ვიცი, ხვანაირია. მომჟაოს ალუბალის მაგრად უხდება. ბავშვობაში აუ ძალიან ბევრი შევჭამე უწევ და იმენა და ვინი ამენ თქო შეცემო. ეგეთი მჟავეა? შემომჟავე, შემლები წამომივიდა. ვაჟა ეს ჭამე და ეგრევე რომ მოიხოდო გინდა? აი ისეც ხოძო ხე, აი ეს ტყემალი ჭამე, არა სხვა რაღაცა ზიანებს. ტყემალი ჭამე რა ერთი. აი. ო, ჭამე ტყემალი. მაშინ. ტყემალი დაიწყო. ბავშვობაში არა სხვა პონჩი. მაშინ ბავშვობაში რო შოკი იყო ჟუვაჩკა ხო გახსოვს? აი ეგეთი მჟავე. იმენა ვინია თვალზე ის დამემართა. თამაში. ძალიან არის და ეს არის. ძალიან კაია. მჟავე კია, მაგრამ კაია. ხო, გემრიელია, მე მჟავე ზე ზალი. ცოტა აი აკრობი. მის გამოგეყოთ აქედან ნერტყვი. ზუკამ ხა თქვა, ყველი პური ხაჭაპური წიწილაო. ხაჭაპური მოვიდა. ჩვენ რო გვიყვარს ეგეთია ლაში, თხელი. აი? რა ძალიან მაგარი ხაჭაპური. აია. იცი როგორი შიგთავსი აქვს? მე მგონი ოდნავ ხაჭოც აქვს. არ უნდა იყოს ეს მარტო ყველის. აი. ცოტა შხვნადი გული იგრძნობა. კარგია. ცხელია. ეს რა არის? ყაბაყი, ბადრიჯანი. ეს რა არის? მწვანე იყო რო ურევდა და ხორბალს არ გავდა. მწვანე იყო? ოსპი ხო არა? ალბათ. გემრიელია. გაიკითხე რა. რაც ძალიან გემრიელია. მეორე ნერგებს საიღო. აი ცეცხლის გემო მართლა იგრძნობა რა. კაია. ყაბაყი მაგრად მეყვარს. კაია ხო?
აბა სოკო და ლობიო. მე ვფიქრობ წითელ ღვინოში იქნება ეს მომზადებული. ისეთი ფერი აქვს სოკოს. ანა ისე რა, ეს ბოლოს ვერაფერი გაარწყა. ჯობს გავჩუმდა ხო? რას ვფიქრობ? იცი რა, ძალიან საინტერესო მიქსია, აქამდე სოკო და ლობიო ერთად არ გამისინჯავს. ვერ ვიტყვი რომ გავგიჟდი. მაგრამ საინტერესოა. საინტერესოა. რა სოკოა ეს? ის. ხის კი არა, ხის. ხის სოკო და ლობიო, აბა? აბა ნახეთ მე სულ. მიდი აბა. შენ შემიფასე. ლობიოა ალდენ. რა ძალიან პროფესიონალურია, რაღაც მიწის გემოები მუამდე. ხო, ისეთი მიქსი, არ ვიცი. არ ვიცი, უნდა გავიაზრო რა. რა ხდება, უნდა გავიაზრო. რაღაცა აქვს, ხო. რაღაცა არის. კაი, ყველაზე ძალიან ჯერ აქამდე რაც გასჭირდა შენი აზრით რა მოგეწონა შენ? მე ყველა, ხო, ყველაზე ძალიან მომეწონა ფხალი. ოკეი. და მე ეს ბოსტნეულის ჩაშული. ეს ალუბალი მოუხდა. ალუბალი მოუხდა, ხო, სიმშავე შემატა. ხო და ეს ლობიო, აი, რა ვიცი, ჭირზე არ ვიცით ბოლომდე რაღაც ლიზას აზრი არის რომ უბრალოდ პური არის, ეს ხრაშუნა რაც იყო. პურის ნამცეცებია შემწვარი. სუხარის რო. ხო, კაი. მაშინ მე მგონი მოყვავი რა, აქ ყველაზე კარგი იყო ეს ამბავი. აი, დაველოდეთ მეში. კიდე ველოდები ჩვენ მგონი ციცილას, კარტოფილს და ოსტრს. აი ოსტრი ეხა ნაბახუსებზე. აბა ოსტრი. უნდა იყოს ესეთ ყველაზე ისეთი ვერსია. აი მოდი. ველოდებით თორნიკი. კუპატი ხახვის აჯიკით. ამასობაში ხალხი შემოგვეცალა. ზოგი მინდორზე წამოწვა, ზოგმა რაქნა, ზოგმა დალია და მოგცე? ნოდარ. რა, კი. მიდი. და ცხელები ახლა მოდის ამ დროს. კუპატი ხახვის აჯიკით. ერთ უკმაში უნდა ჩავიდე. ხახვის აჯიკა არის ძალიან საინტერესო და გემრიელი. კუპატია ოდნავ გამოშრა ეთყობა ამ ამბავში, ხო, გზაში. მაგრამ ძალიან გემრიელია ხახვის აჯიკა. კაია. აი, ოდნავ არის მე მგონი. რაღაცა კიდე რა. ან დამარინადებული. რაღაც გემოქვს კიდე და ვერ ხვდები რა. ზეთი, ცხარე ზეთი რო ხო. ესეც რო ვერ გავარტყა. ნო, იცი რა, ბევრ ხალხში რო აკეთებ, ალბათ ეგრე გიწევს, მაგრამ მე კუპატე მაინც სიცხარისკენ მაქვს ქვეცნობიერად, სულ კუპატე რომ არის ცხარე უნდა იყოს რა. ცხარე გინდა ხოლმე, ხო. მაგას ველოდები, მაგრამ ნუ ბევრი ხალხის ყველასთვის ალბათ ეგრე არის გადო, მაგრამ ცხარე მიყვარს, მე კუპატე მიყვარს ცხარე. საერთოდ შენ რომელისკენ გასწორა. მარული ესეთი კუპატისკენ თუ მეგრული დაშლილი კუპატი. დაშლილი უფრო მიყვარს. აბა. დაშლილი უფრო მიყვარს. კუპატიები. მისი უდიდებულესობა ოსტრი. ბევრი მწვანილით ოსტრი ეგეთი უნდა იყოს. და დიდი ხორცებით. მე დღეს ბევრის შესაძლებლობა აღარ მაქვს. ამიტომ ცოტას გადმოვიდე. აბა, ცხელია. მე გავჩერდი ხალხზე. პური. ეს ოსტრი ისე მზადდებოდა ცეცხლზე დიდი ხორცების მორევით, რომ ამის არ გასინჯვა არ შეიძლება. ხორცირბილია, იშლება ეთყობა.
კაიჩს. არა, ჯერ გემოს გარდა სიცხარისის ქვია, სიცხარის რეიტი რა. არ არის ძალიან ცხარე, არა. არაცხარი ოსტრია და. ნუ ახლა 100 კაცისთვის ძალიან ცხარის ვერ გახდა. ძალიან გემრიელია. ან შუმი მოაყავე. ესენი მაიმუნები. ერთ წვენსაც დავიმეტ. ანუ ისეთი ცხარეა რა. კაი. ამასაც ამოვაწო. უფ. ბევრი მწვანილი, მაგრამ უხდება 10 ცოცხლებს. ეს კარტოფილი უნდა მიმეყოლებინა, იმიტომ რომ მოიტანეს უმარილოაო, ნაკვარჩხალში შემწვარია და ოსტრი არ ნეიტრალებს, მაგრამ ჩემი აზრით ოსტრში პური უნდა ამოაწო. საათნახევარი ავეხვეწები, რომ ეპიზოდის დასასრული ჩავწეროთ მეთქი. ეხა აიღო კამერა. ყველა რო დათვრა. თორნიკე, რა მოგეწონა ყველაზე ძალიან? ნოიცა მოვიდე. ერთი მითხარი და უნდა ჩამოვია, რომ კიდე სხვებსაც აი, მაშინ იყოს ბადრიჯნის ხალი. ბადრიჯნის ხალი. კაი. წავედით. ერთი ბადრიჯნის ხალი. რა მოგეწონათ ყველაზე მეტად რომელი კერძი? ერთი ოღონდ ერთი. და ეს რა ქვია, ხახვის соуსი. ხო, კუპატს ახდა ეგ. რა მოგეწონა ყველაზე ძალიან? ამასაც ჭამე ხა ოსტრი იყო საოცარი. კაი. თქვენ იქი არა, კაი. რა მოგეწონა ყველაზე ძალიან? რომელი ერთი კერძი? ერთი კერძი. მაიცადა. არა. ის ჩაშიშოლე და საუკეთესო. ორი ხმა უკვე ბადრიჯა. მე მომეწონა ცხარი. ცხარი, ოსტრი. კაი, ორი ხმა ოსტრის. ერეკლე. რა მოგეწონა ყველაზე ძალიან? ხალეული. ხალი. აჰა, ორი. საინტერესო გემო. ხო, ძალიან, ხალი ძალიან კაი იყო. წამო იქითაც წავიდეთ. რა მოგეწონა ყველაზე ძალიან ერთი კერძი მითხან? უნდა ვთქვა ოსტრი რა, სასწრაფო. ძალიან თქვენ ოსტრი მე. აუცილებლად მეინი? იმიტომ რომ პომიდორის სალათი კიმჩით იყო. ხანძილით. ხო. კუპატი და ეგ ორივე ერთმანეთს. ორი შემომაპარა მაინც. ერთი მეთქი ორიო. ყემალი, მართლა ტოპი იყო ყემალი, მართლა. ცოტა მჟავე იყო. ეთყობა გიყვართ მჟავე. ზოგს ძალიან მოეწონა, ზოგს, მაგრამ ეს იყო ძალიან ტოპი. კიდე ბადრიჯნის ხალი აუღლით ასევე ტოპ და ხაჭაპური. ეს ხაჭაპური ყველას დავიწყდა რა და ძალიან მაგარი იყო. ერთი კუპატი იყო ძალიან გემრიელი. მე მგონი ხმათა უმრავლესობას აგროვებს კუპატი. ერთი კერძი რა მოგეწონათ ყველაზე ძალიან? ოსტრი. ოსტრმა გაიმარჯვა. ეს აღარ მინდა ეს ჩართული მაქვს. მორჩა, ეხა მე და ლაშამით დავასრულებთ ჩვენს ეპიზოდს, განსაკუთრებული ნაბახუსევის ნადიმი, ესეთი იყო. ყავა ვიღოთ ხო? აულეთ ყავას. გზად. ნაბახუსევზე გამოსვლა ხო ის არის, რომ დილით ან შუა დღემდე ცოტა ალკოჰოლი და მე ყავა. რომ მესამე დღეს კარგად იყო. და ელექტროლიტური სასმელი ხვალისთვის, რომ შევივსოთ ელექტროლიტებით და ენერგიით. ხო, შემდეგი გაჩერება გვექნება რაჭა.